სასტუმრო ტელეგრაფი არის ერთ-ერთი ახალი ეტაპი Silk Hospitality-ის ცხოვრებაში. თავის დროზე რო აშენდა იყო ტელეგრაფი. Respecting the architecture, adding a new layer, a new life to the building. Bring a new era, a new form of service. რომელსაც ქმნის თითოეული ტელეგრაფის გუნდის წევრი. სიახლე იქნება როგორც შინაარსში, ასევე ფორმაში, ასევე სერვირებაში. This place is the concept and the idea is for everybody. თაგონების წყარო იყო თვითონ შენობა ტელეგრაფი, მისი ისტორია. ეს არის ერთი დიდი პროექტი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა შრეებით მოიცავს ახალი შთაბეჭდილებების მიღებას. მოვიტანეთ ის სათქმელი, რომელიც შენობას ჰქონდა ამდენი წლის განმავლობაში დამალული და არ იყო ნათქვამი და გადმოცემული ხალხისთვის. თბილისი ძალიან უნიკალური ქალაქია, იმიტომ რომ მრავალი სტილი არის, არტ-ნუოვო არის, კლასიკური სტილი არის, ძველი ქალაქი, ძალიან მრავალფეროვანია თბილისი ეს იშვიათი მოვლენა. რაც შეეხება აღშენებას, მე მგონი ეს იქნება ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება ახალი სიცოცხლე შეიტანოს ძველ შენობაში, ისე რომ ის შენობა არ დაანგრიო, იმიტომ რომ ეს მამაჩემის პროექტია და გარეგნულად აფერი არ შეცვლილია, შიგნით შუაშიც არის ელსიფცია, ღია, ძალიან ლამაზია, მე რაც ვნახე პროექტი, ძალიან ლამაზია. Telegraph is an historical building, and that's very interesting the way we approached the heritage building and the way we approached the relationship between the old and the new. And the approach is always to insert an object, to insert something that is recognizable as something new that didn't belong to the building before, but it belongs to the building now and it will belong to the building in the future. სასტუმრო ტელეგრაფი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი საქართველოში. ჩვენი მაღალი სტანდარტების ერთ-ერთი დასტური ასევე არის ის, რომ სასტუმრო ტელეგრაფი გახდა Leading Hotel of the World-ის წევრი და ესეც აბსოლუტურად უნიკალური მიღწევა. თითით ჩვენ ასევე ვამაყობთ. სასტუმრო ტელეგრაფში დასაქმებული იქნება 500-მდე ადამიანი. ისინი ხდებიან ჩვენი დიდი ოჯახის წევრები, Silk Hospitality. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ასევე ჩვენი გუნდის წევრებისთვის, როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის მათთვისაც განსაკუთრებული ყოფილიყო ტელეგრაფი. ძალიან განსაკუთრებული გუნდის წევრებისგან შედგება ტელეგრაფი, რომლებსაც ქართული სტუმარ-მასპინძლობა DNM-ში აქვთ. იმდენად ისტორიული იყო შენობა, იმდენად დიდ მემკვიდრეობას ატარებდა, რომ ბრენდის საკომუნიკაციო ენაში გადავწყვიტეთ, რომ შემოგვეტანა ის ელემენტები, რომლითაც იყო ცნობილი ეს შენობა. ტელეგრაფი მოიცავს 9 ობიექტს, რომლებისთვისაც ცალ-ცალკე შეიქმნა უნიკალური ბრენდ იდენტობები. შენობის ისტორიამ გვიკარნახა საკვანძო ფორმები და ფიგურები, რომელიც გადმოისახა მორზეს ამბანში. მოხაზულობით შეიქმნა სპეციალური ბრენდ პათერნი, რომელიც მოუყვება მომხმარებელს ბევრ საინტერესო ამბავს. როცა გახდა public ჩვენი პროექტი, მან აიღო არაერთი აღიარება მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან მედიებში, რომელიც წერს დიზაინზე, კომუნიკაციებზე და ზოგადად მოდაზეც მათ შორის. ფერებით შერჩეული არის ფერთა გამა, მწვანე, ხავერდი, თეთრი, შავი და ოქროსფერი დეტალები. ეს კოსტიუმებიც არის ყველანაირად მორგებული, არის კლასიკური, თან განსხვავებული და კომფორტული იმ ადამიანებისთვისაც, ვინც მოემსახურება დღეს ამ სასტუმროს მომხმარებლებს. Telegraph brings a new era for the hotel management, so we bring new perspectives also in our services. We prepared very specific trainings. LQA have been working with us very closely to make sure that our team delivered the best service that we can have.
სახელოვნებო კუთხით ვიფიქრეთ, რომ სამი სხვადასხვა მიმართულება ყოფილიყო. პირველი არის თანამედროვე ხელოვნება, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვნების გავრცელებას და პოპულარიზაციას სტუმრებში. მეორე არის ქართული მოდერნიზმი, რომელიც არის 1920-იანი წლების დროს შექმნილი ვიზუალური ხელოვნების ნამუშევრებით დატვირთული, ესე თქვათ, ეპოქა. შემდეგი მესამე მიმართულება არის ხუროთმოძღვრება ქართული, ანუ ქართული არქიტექტურა, არა მარტო თბილისის ფოტოები, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. We are at a Thai restaurant in Tel Aviv. It's called Ran Thai. And we are creating a menu that kind of like homemade food in the elegant way. ერთ სივრცეში გაერთიანებული 5 სხვადასხვა კონცეფციის რესტორანი, რომელიც ტოტალურად ერთმანეთისგან განსხვავდება და ერთ ადგილში თავმოყრა და ამ ყველაფერს ესე სწორად ჩვენი სტუმრებისთვის მიწოდება, ჩვენთვისაც დიდი გამოწვევა იყო. გამოვყოფთ ამ შემთხვევაში Grand Cafes, რომელიც არის მიქსი როგორც წარსულის, ასევე თანამედროვეობის, ძველი ბურჟუაზიული საქართველო, მაშინდელი დაახლოებით ეს ფრანგული ხასიათის ქართული რესტორნების გაცოცხლება, რაც გვინდოდა და იდეა თქონდა, მგონია რომ ძალიან კარგად გამოგვივიდა. ძალიან მიხარია ამ პროექტში, რომ ეს თავიდან ბოლომდე ჩართულები ვართ და ეს პროექტი რომ ჩვენ გავაკეთებთ.